მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თავისუფლებას ინდისის პატიმრებს. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს, აქ მე უფრო რაღაც საკრალური სიტყვები მახსენდება, რაღაც ლიტურგია მახსენდება, ხუტბა მახსენდება, დითირ ამბები მახსენდება აღმოსავლეთიდან და აღმოსავლური კულტურიდან, ჰიმნები მახსენდება. აი, ალბათ უფრო ამ სიტყვებით შეიძლება ამ ბრიფინგის დახასიათება, რომლის მიზანი ერთი შეხედვით არაფერი იყო, რომელსაც ჰქონდა ფორმა ხოტბის, ფორმა თაყვანისცემის, მაგრამ რეალურად ჩვენ ვიხილეთ ძალიან სევდიანი სურათი, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად წოდებული ადამიანი, რომელიც ჩვენი მოწყობის რესპუბლიკაში უნდა იყოს პირველი პოლიტიკოსი, ხო, პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო რესპუბლიკაში, საუბრობს იმაზე, რომ ის რეალურად არაფერს წარმოადგენს ამ ქვეყანაში, მას პოლიტიკური წონა არ აქვს, რომ გადაწყვეტილებებს სულ სხვა პირი იღებს და მე გამახსენა ამ ბრიფინგმა ის კადრები, რომელიც ცოტა ხნის წინ ვიხილეთ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში, როდესაც ჩამოსული იყო პრეზიდენტი. რატომ დასჭირდა კობახიძეს ამის თქმად? როგორც პაჟი. რატომ დასჭირდა კობახიძეს ახლა ამის თქმა, რომ გადაწყვეტილებებს რეალურად ივანიშვილი იღებს, თუ კი ასე გაიგეთ თქვენ თავრობის მეთაურის ეს განცხადება? ხო, არა, საერთოდ პერიოდულად ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ხოლმე ამ ხოტბის აღავლენა. ჩვენ გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილი გამოირჩეოდა ხოლმე ამ დარგში. ჩვენ ვიხილეთ სხვების კომენტარებიც, ხო, ქართული ოცნების წევრების და პრობლემა ზოგადად იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მაგალითად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ან პარტიის ყოფილი თავმჯდომარე იმ პარტიაში, რომელიც დააფუძნა მის მუშაობაში იღებდეს მონაწილეობას. ეს სხვა ქვეყნებშიც ხდება. პრობლემა ის არის, რომ ქართული ოცნების არც ერთი წევრი არაფერს არ წარმოადგენს. რეალურად ეს არის უბრალოდ რიცხვები, მათი რაოდენობა, მათ სახელებს და გვარებსაც კი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. და ისინი არავის წარმოადგენენ რეალურად. მათი ლეგიტიმაციის წყარო თანამდებობის პირებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. არის არა ხალხი, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კონსტიტუცია, არამედ ბიძინა ივანიშვილი და ვისგანაც აქვთ ეს ლეგიტიმაცია, უпростоრედ ვის მიერაც არიან ხელდასმულები, აი მის წინაშე არიან ანგარიშვალდებულებიც და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ. სხვა მხრივ რომ შევხედოთ, ჩვენ ხომ ვიცით რომ პოლიტიკურად ქართული ოცნება ეს არის ისეთი ძალა, რომელსაც შეუძლია თავისი ძალაუფლება დააყრდნოს ძალმომრეობას, უკანონობას, არაკონსტიტუციურობას, მიტაცებას, მაგრამ რომლის ერთადერთი პოლიტიკური კაპიტალი შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილი. დიახ, ერთი მხრივ ბიძინა ივანიშვილისთვის ქედის მოხრა, მაგრამ მეორე მხრივ აი ყველაზე ბრმად მორწმუნე ქოცებისთვის, ეგრეთ წოდებული ქოცებისთვის, აი იმ ამორჩევლებისთვის, რომლებსაც მართლაც უბნელებენ რეალობას და მხოლოდ იმედის და პოზიტივის სარკმელში ახედებენ და აი ამით აძლევენ შესაძლებლობას, რომ წარმოდგენა შეიქმნან იმ რეალობაზე, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. აი ამ ადამიანებისთვის ბიძინა ივანიშვილი არის ალბათ მეტრი, ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკური კაპიტალი და ხარკიც გადაუხადა ირაკლი კობახიძემ და ამავდროულად იმუშავა ალბათ ამ ადამიანებზე. მე არ მინდა ახლა რაღაც ანალიტიკაში შევიდე, თუმცა რამდენ ამას ჩვენ ვიხილეთ ძალიან სავალალო ფაქტი, ხო, როგორ დაიმცირა ირაკლი კობახიძემ როგორც ფაქტობრივმა პრემიერ-მინისტრმა თავი, მაშინ როდესაც ის რეალურად ვიცით რომ მართლაც არის მხოლოდ ფაქტობრივად პრემიერ-მინისტრი და ყველა გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში, როგორც პარტიის შიგნით, ასევე სხვა სახელმწიფოებრივ მიმართულებებში იღებს ერთი კაცი. როდესაც კობახიძის ბრიფინგი დასრულდა, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე შეფასება კობახიძის ბრიფინგისა, გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს იყო მობოდიშება თუ ერთგულების დამტკიცება ივანიშვილისთვის, რომ ეს იყო პასუხისმგებლობების გადაბარება ივანიშვილზე, სადაც ის ამბობდა, რომ სწორედ მისი გადაწყვეტილებებით ხდება გადაწყვეტილებების მიღება აღმასრულებელ დონეზე, საკანონმდებლო დონეზე და ასევე საუბარი
იყო იმაზე, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა შეერთებული შტატების კონგრესის უმწვავესი აქტი და სწორედ დასავლელ პარტნიორებს ელაპარაკებოდა კობახიძე, როდესაც ის ამბობდა, რომ პასუხისმგებელი გადაწყვეტილებები მიიღება რეალურად ივანიშვილის მხრიდან. უკავშირდება თუ არა სწორედ პარტნიორებთან ამ საუბარს კობახიძის ეს განცხადებები, რომ მთავარი აქ არის ივანიშვილი. იმ პრობლემურ გადაწყვეტილებებშიც, როგორიც თუნდაც ჩინეთთან ურთიერთობა რუსეთთან, ირანთან თუ ევროკავშირთან არის. ნებისმიერ განცხადებას ქართული ოცნების მიმართის სპიკერების მხრიდან, ნებისმიერ მათ მანევრს, ხრიკს თუ ტრუკს, როგორც მათი მამამთავარი იტყოდა, ხო? არ აქვს ხოლმე მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ერთი მიზეზი, ერთი მიზანი და ერთი მოტივი. რამდენი რამ შეიძლება ერთობლივად იყოს ხოლმე. თუმცა, როდესაც პასუხისმგებლობის გადატანაზე ვსაუბრობთ, საქართველოს ისტორიის წინაშე მე გარწმუნებთ თქვენ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურად განიზჯება და პასუხისმგებლობა მთავარი ვისაც აქვს, აი ამ ყველაფერში, რაც დამართეს ჩვენ სამშობლოს, მას მიეზღვება თავისი. ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა. ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ არავინ არის ისეთი მიამიტი, შეიძლება მათ ამ მომრჩევლებში არიან ესეთი მიამიტები, რომლებსაც სხვაგვარად სჯერათ. მაგრამ არც ჩვენი ქვეყნის საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში, არც ჩვენ საგარეო პარტნიორებში არავინ არის ისეთი მიამიტი, რომელმაც შეიძლება ქართული ოცნების ზღაპრები დაიჯეროს. რა თქმა უნდა, ყველამ ძალიან კარგად უწყის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ბატონ პატრონი დღესდღეობით, ის განაგებს ყველა ძირითად მიმართულებას, როგორც საგარეო კურსისას, ასევე ქვეყნის შიდა პოლიტიკისას. შესაბამისად, ამისთვის ტყუილად გაირჯებოდა ირაკლი კობახიძე. მას როგორც ოფიციალურ პირს რა პასუხისმგებლობაც აქვს, ის ამ პასუხისმგებლობას მაინც ვერ გაექცევა და ზოგად პასუხისმგებლობას ივანიშვილს ტყუილად ვერც გადააბრალებს და ვერც ვერავის თვალში ვერ წარმოაჩენს ამ სურათს, იმიტომ რომ ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ მან თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ხოლო სანამ ბიძინა ივანიშვილი მართავს ამ ქვეყანას და მე იმედი მაქვს, რომ ეს დრო ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდება კიდევ. აი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ თუ ბიძინა ივანიშვილს მოუნდა, ისევე როგორც ვერ გაექცნენ სხვა პრემიერ-მინისტრები მის კარზე, ირაკლი ღარიბაშვილი საძის და როგორ პირობებში ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. ასე რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცის რა და როგორ ხდება საქართველოში, მაგრამ ვინც ასრულებს იმ დავალებას და ვინც არის ივანიშვილის ზრახვების განმახორციელებელი ხელი, იმის გამო რომ მათ მოირგეს, მიიტაცეს სახელმწიფო ძალაუფლება, სახელმწიფო ინსტიტუტები, თანამდებობები, მოირგეს და ჩაიცვეს ეს სახელმწიფო. შესაბამისად, ამისთვის პასუხი უნდა ააგოს ყველამ. ამრიგად, მე არ მგონია, რომ ახლა ამითი ვინმე რაიმე ისრები გადაიტანა. თუ ამისი მცდელობა ჰქონდა, ეს ალბათ იქნება ამაო, იმიტომ რომ არც სამართლებრივი პასუხისმგებლობის თვალსაზრისით შეიცვლება რამე ამ განცხადებით, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის და ისტორიაც შესაბამისად განსჯის. შეერთებული შტატები ვახსენეთ და სანამ ამაზე კითხავთ, კორუფციად ახსენეთ ახლა თქვენ და კობახიძე ამბობს, რომ მე როგორც პარტიის თავმჯდომარეს იმდენი თავსატეხი მქონდა, რაც დაკავშირებული იყო გარეზე წოლებთან, შანტაჟთან, რევოლუციებთან, განა არ მეცალა, რთული იყო ერთდროულად ამდენი პრობლემასთან გამკლავებაო, როდესაც მას კორუფცია, საქართველოს ოცნებაში არსებულ კორუფციაზე კითხეს დღეს ჟურნალისტებმა და დაკავებულ მაღალი თანამდებობის პირებზე. რას ვუყურებთ, ბატონო გიორგი, დღეს ჩვენ რომ პასუხისმგებლობას ცდილობენ, რომ ყველა მიმართულებით თავი აარიდონ. ჩვენ არაერთი ჩინოვნიკისგან გვსმენია, რომ მე რა შუაში ვარ, ეს მიიღო გადაწყვეტილება, მაგალითად, როდესაც კორუფციაზეა საუბარი, მერიის რომელიღაცა უწყებაში იყო პრობლემა. ეს იყო წინა პრემიერ-მინისტრის პრობლემა თუ, რა ვიცი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის. შველის ასეთი თავის მართლებები მთავრობის მეთაურს? ხო, ქართული ოცნება ბოლშევიკური პარტიის საუკეთესო ინტერესებში მოქმედებს უკვე კარგა ხანია, მათ ერთ დღეში შეუძლიათ გადაუსვან ხაზი თავიანთ თანაგუნდელებს, მათ ვისაც ცოტა ხნით ადრე
ხოტბას ასხამდნენ ხოლმე, გვახსოვს იმავე ირაკლი კობახიძის შეფასებები კახარიაზე, გვახსოვს მისი შეფასებები ღარიბაშვილზე, როგორ ახასიათებდა ხოლმე, მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზოგი ბოლი ყოფილა, ზოგი გუნდის მოღალატე, ზოგი კორუფციაში ჩართული და რა ვიცი, ეხლა გაიღვიძეთ ბატონებო, ეხლა გაიგეთ ამის შესახებ. არა, რა თქმა უნდა, მათ ყველაფერი კარგად უწყოდნენ, მიეცათ შესაძლებლობა, რომ რაღაც შიდაკლანური დაპირისპირების დროს უპირატესობა აეღოთ და გასწორებოდნენ. ესეც ბოლშევიკების საუკეთესო ტრადიციებში მხარდამხარ მებრძოლები, უпростоრედ ფუფუნებაში და განცხრომაში და ძალაუფლებით ტკბობაში ჩაძირულები, ამ ფსონები ვისია პასუხისმგებლობა ბატონო გიორგი? პასუხისმგებლობა არის, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების გუნდის მთლიანად და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პერსონალურად. ვინც მოიყვანა ეს ხალხი, ვინც დაგვასვა ეს ხალხი თავზე. დიახ, კორუფცია რომ არსებობდა, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ წლების განმავლობაში ოპოზიცია სისტემურ კორუფციაზე, ყოვლის მომცველ კორუფციაზე ამ ქვეყანაში და ახლა თურმე აღმოჩნდა რომ ცალკეული პირები ამაში ყოფილან გარეულები. თან ცალკეული პირები არიან უმაღლესი თანამდებობის პირები, სუსის უფროსები, პრემიერ-მინისტრები, მინისტრები და სხვები. შესაბამისად, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. კი ბატონო, არ გვაქვს ჩვენ დღეს სამართლიანი სასამართლო და დღეს მათივე ინსტრუმენტი სასამართლო ასამართლებს მათ, ვინც მათივე ინტერესებში შედის, რომ გასამართლდეს ქართული ოცნების მხრიდან. მოვა დრო ამ ქვეყანაში, რომ ყველა წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და ვისაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა აქვს, უმკაცრესად აგებს კანონის წინაშე პასუხს, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას კი ვერავინ გაექცევა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ ვხედავთ, ხო, აქაც ეს ხო უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნის გამოწვევების წინაშე, რომელი გამოწვევების წინაშეც დგას დღევანდელ დღეს საქართველო, როდესაც ისინი არ წმუნებდნენ მოსახლეობას, რომ აი გადავტვირთავთ ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს, ჩვენს დროს რომ მოხდა სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმება, ეს იყო იმ ადმინისტრაციის, ბაიდენის ადმინისტრაციის, deep state-ის რაღაცა პირადი ბოღმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ახლა ამ ადმინისტრაციასთან სხვაგვარად დავალაგებთ, ვნახეთ ჩვენ, ხო, რუბიოს განცხადება რამდენიმე დღის წინ, ვნახეთ გუშინ რაც მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, როდესაც წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიულად აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა ამ კანონ პროექტს მხარი და თან ორივე პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, ორივე პარტიის წარმომადგენლები, სტივ კოენი და ჯო ვილსონი. ეს ყველაფერი აისახება არა მხოლოდ რაღაცა აქტში, არამედ მას ექნება პრაქტიკული შედეგებით. საქართველო ახლა მოხვდება განსაკუთრებული კონტროლისა და მონიტორინგის ქვეშ სახელმწიფო დეპარტამენტის, ამერიკის თავდაცვისა და სადაზვერვო უწყებების, პენტაგონის, მათ შორის მომდევნო 5 წლის სტრატეგია გადაიხედება და ეს ყველაფერი არის ქართული ოცნების უდიდესი პოლიტიკური კრახი და ახლა ცდილობენ რომ კუთხეში მომწყდეული ვირთხასავით ბოლო გესლი გამოუშვან, მაგრამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს დიდ პოლიტიკაში და გეოპოლიტიკაში და მე დარწმუნებული ვარ რომ მე ძალიან ცუდად მოუბრუნდება ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. მადლობა.